დილამშვიდობის მეგობრებო. დღევანდელი ეპიზოდი იქნება განსხვავებული, არ იქნება ნადირობაზე. ეხლა არის დილის 5:30 და როგორც იცით, ეს დღეები საკმაოდ უხვი ნალექი იყო ჩვენ ქვეყანაში და ამ უხვმა ნალექმა თოვლის სახით საკმაოდ დიდი პრობლემა შეუქმნა ზოგიერთ რეგიონს და ერთ-ერთი მათ შორის გურია, სადაც ხალხი არის როგორც ჩემთვის ცნობილი წამლების, საკვების და სხვა საჭირო, პირველად საჭირო ინვენტარის გარეშე. გუშინ ბევრმა სხვადასხვა ადამიანებმა, სხვადასხვა ოფროუდ კლუბებმა დააორგანიზეს გასვლები, ისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მათ ამისთვის. გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა შექმნის სიტუაციაში. ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც იმ ფორმით, რა ფორმითაც შეძლეს, which დაუდგნენ და ეხმარნენ ამ ადამიანებს. დღეს მე შევერთდები Off-Road Club Georgia's მიერ ორგანიზებულ გასვლას და შეკრება არის 5 საათზე, ახლა დავიძრები და შევხვდები ბიჭებსაც და უკვე წავალთ წესით და რიგით ლანჩ 5-მდე უნდა ჩავიდეთ, როგორც ჩემთვისაც ცნობილი და იქიდან უკვე გადავნაწილდებით ვინ სად წავა, რას გავაკეთებ და საერთოდ იმის მიხედვით რა პრობლემა დაგხვდება. დავიძარით და დანარჩენს უკვე ადგილიდან შემოგთავაზებთ. მოკლედ ჩამოვედით. აგერ სოკარის ბენზინგასთან სადგურთან არის შეკრება. ეს მანქანები არიან შეკრებილი, მომზადებული ოფროუდისთვის. დღევანდელ გასვლაში გავალთ მე და მიშა ერთი მანქანით. გამარჯობა. წარმატებული და მშვიდობიანი გასვლა იქნება, იმედია და შედეგიანი გასვლა. ნამდვილად და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ იმ საქმეს გავაკეთეთ, რითაც მიდიათ. რა და ვიღაცებს დავეხმარებით, ვისაც ჭირდება დახმარება. საკმაოდ კარგად მომზადებული მანქანები არიან. დავიძარით მეგობრებო, გურიისკენ. გოგა, მშვიდობიანი გზაც რა. კი, ნამდვილად და წავეცი. უკვე აი გზა smart და აი ესეთი ამიტია რა. ის ინურია გზაზე. ელა მოვდივართ. ჯერჯერობით კარგად არის, მე ესეც გამწვდება. და ასპალტზე არ ვისვათ. უკვე ავტომობილზე მოვდივართ, მე მგონი გათენების გამო ჩაქრა. სიახლეები აი ესეთი მდგომარეობაში მიწევს სიარული რა. კასპის გამოვიდით ახლა, კასპის გადასახლოს და რაღაც ნაწილი მანქანებს გადავიდნენ კასპში, როგორც გავიდე რაღაცა საფილად და ჩვენ ვაგრძელებთ გზას და გუშინ შევკერდებით. ისე ყველანი ერთად. აი ესეთ პირობებში მივდივართ უკვე 40 არა, 25 იქნება, რაც შუთი გათშულია. და დაბალი არ ჩანს, არ გათენებულა ჯერ, მაგრამ შუთი ჩამოჭრეს. აი ესეთ პირობებში მივდივართ. რა ვიცი. არ არის მარტივი გზა, მაგრამ ეს ახალი საბურავები აქვე აღნიშნული ეს გენიუსის ფილმის საბურავები დავაყენე. აქამდე რაც ვიარე თვალი არ იცეს, ძალიან კარგად ძალიან უჭირდება ისიც ასფალტზე აი ამ მიუხედავად იმისა, რომ არის საკმაოდ აგრესიული საბურავები, საკმაოდ კარგად დადის ავტომატზე ესეთ გაგინულ ალახში. უჭირდება მშვენიერებს და თუ ამ გამოჩნდება კიდე უკვე დიდ ზღურში და ცოტა გაუყავაში რომ გასცდავს და ჩემი აზრით ძალიან კარგად უნდა იაროს. ჩამოვიდით ხა გორში აქ გავჩერდებით. აი ესე საკმაოდ მაგარი მომზადებული მანქანები არიან და
მოკლედ ცხებს ველოდებით და დავიძრებით რა. აი ხალხ დავუმოთ. გაიხარეთ, მო, გაიხარეთ. გაიხარეთ. ხაილუდებით რაღაც შეიკიდოთ, რა? კი. შევიარეთ სული მოხდა, სტაფონის მისადგომებთან და აი ესეთი კოლონის დავდივართ გურიის მხარეს რა. მოგეთ ხა ამერიკის ერთ-ერთი სოფლიდან, სადაც ჭირდებათ საკვები. რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და საკვების გარეშე შეუღეხა, გავიართ მაღაზიაში ვიყიდოთ და პირველადი ესეთი ზეთი პრინციპი და შაქარი და გავს რაღაცები და გურიც აგვიჭებს მანქანაში და გავჩერდებით დავხვდებიან წესით სადმე გზად და გადავცემთ ამ საკვებს რა, რასაც ვიყიდეთ. ხა გავჩერდით მაღაზიაში, რა პროდუქციაც იყოს ვიყიდეთ. ციფიჯერ მიდიან უზბეკეთში ველოდებიან რომ დავიდეთ კაც გასასვლელი გრძელდება ლოკაციაზე ეს ისეთი აკვი გზად ჩამოვიდნენ და მივაწვდით პროდუქციას რა. ვიღეთ რავი რაც მოხერხეთ ამ მაღაზიაში აკვე ერთი დიდი შეკრა გურია ვიჭერმა ეთნეს და გადმოვაწვდეს ჩვენ დავუტოვოთ ესენი და რაღაცა ის საჭმელები რა რაც ვიშუქეთ მაგას მაკარონი რა მაგას მივაწვდით და გავაგზავნეთ გზას უზბეკეთისკენ. კოლონის მიდივართ წინ ცოტა დაგვრჩა უზბეკეთამდე და მე უკვე სოფლის გზებს შევუდგეთ რა. გადმოვუყვეთ ბიჭები წავიდნენ ჩვენად ხონაგავში აი აგერ ეს ადამიანები გველოდებიან ჯიგარო ეს ესაა პური პირველი ეს არის მოკლედ აქა ციციბურა რა ვიცი პირველადი წესით დაგეხმარეთ საჭის ახლა ვერ ხალხი რომელიცაა იმას გადავუნაწილეთ მივარ აი ხარ უზბეკეთში მივდივართ ეხლა და პროდუქტებზე მე უკვე მანქანები წამოვლენ ადობელი ვარ გაიხარ
წავედით და შემდეგ ლოკაციას ვიღაც მირეკავდა. გაჩერება ჰქონდა. პირველი დახმარება, ბევრი არაფერი არ იყო, მაგრამ იმფალს გაიტანენ რა. რაც მოახერხეთ მოკლედ ამ გზაზე მაღაზიებში იმის იქვა ის დაუტოვეთ. ამის პოლიცია დაგვეჯახა. კინა. ხო, მოკლედ ბიჭებს აქვთ, ბიჭებს წავიდნენ ოზურგეთისკენ ჩვენს უკან მიუყვებით, ცოტა გვისწრებენ, დავეწევთ ალბათ და ჩავადრეთ ოზურგეთში და პირველი საქმე გაკეთებული. აი ხალხი ძალიან სასიამოვნო შეგრძნება ის არის რომ მივდივართ მოგეთ ხალხი ხდება ალბათ აი ბანკანებს რომ ხედავენ რომ ჩამოვედით რომ ხალხს დავიხმაროთ და ანუ სიგნალები თარებით ყველა გვესალმება და ანუ ძალიან სასიხარულო ფაქტია ეს რა სხვა თუ არაფერთან აი იმედებს მაინც ღირდა რომ აი ადამიანებში რომ აი მარტო არ დატოვებენ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა სიტუაცია იყოს. ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგინოთ და მე ძალიან მიხარია პატარა ძრო შემაქ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ Off-Road Club Georgias, იმიტომ რომ ეს ჩვენი გასვლა დააორგანიზა. იმიტომ რომ მარტო ერთი ადამიანის და ერთი მაგალითის თითქმის წარმოუდგენელია. აქამდე მოსვლა შესაძლებელია, მაგრამ იქ რაც დაგვდება ეხლა სოფლებში სიარული თითქმის შეუძლებელია. ამიტომ მაგ ყველაფერს ორგანიზებისთვის და მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა და გადაუხადა რომელსაც იჩენს ამ ადამიანებს რომელსაც დახმარება ჭირდება. მოკლედ ვიდივართ გზას ვაგრძელებთ რა. ოზურგეთის შემოსასვლელი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ბავშვებს უხარიათ. შოკოლადები ხო არ მიცეთ ბავშვებს? ჰა? ბავშვი ყოველი. გვაქვს. კად მოხდით ბავშვებო დროზე? მოდით ბავშვებო. აიღეთ. მოიცა არ წახვიდეთ, მოიცა. გაგიმარჯვეთ, როგორ ხარ? თოლმა ხო არ შეგაშინე? ესეც გამომართეთ. ხაჭაპურიც ხო არ გინდა? აი, აბა თქვენ იცით. ხილად იყავით. ბავშვებს გავახარეთ. ხო. აი, ეგეთი მდგომარეობა. სამწუხაროდ აუცილებლად. აქ თუ ისე აი მიდიარ დამეჯახებიან უკან ტრაქტორი გავით მაგას დავით შევედით ხა დავეწევით ბიჭებს და აქ უკვე არ არის მარტივი მდგომარეობა სადარბაზოს ბეტონი არის ჩამონგრეული მოკლედ კორპუსის ასეთი მდგომარეობა არის ყველა ნიჩვებით და გეწოდებული ფაქტები არის შეიარაღებული წმინდავენ რაც შეუძლიათ და ხო ზურგეთში ამოვით ესეთი მდგომარეობა არის სადღაც მუხზე მაღალი თოვლია რა შეარული შეურები მანქანებისთვის თული იქნება აი იდეალური. ეხა მოვიდეს, ეხა ჩავარდეს. ვინა? ის. არა, დიდი თოვლია. ეს გაუწევს წესი და გაიგე. ზოში უნდა შევიდეთ, რომ მე მანქანა შეიყვანოს თუ გამოიყვანოს მოსახლეობა. ხო, მოკლედ ესეთი ბოლო 2 საათი ესეთი შემთხვევა შემეთხვა რა. ერთ-ერთი საბურავი. გადამივარდა რომ ის იკლებდა გზაში და რომ დაიშვა. ერთ-ერთ ადგილას ხოლში ბუქსაუსის გადავარდა. მე აი ეს კარგი ადამიანები გამომყვნენ. გარეკეს, რავი, ძალიან ბევრად დებას
და ბოლოს როგორც იქნა ვიპოვეთ აი ამ ამინდში ღია ვულკანიზაცია. ეხლა აქ ვართ, ვაკეთებინებთ ამ საბურავს დავალატყავებთ და ყველაფერი ისევ შევერთდებით იმ რა რისთვის გინდათ? არი გვაქვს რა ლაფაკები არები არ გვაქვს და ვეშოულობ რა ისინი გვაქვს იქნებათ ბიჭებო აქ რუსნები აქვს და ორა იქნება გორმე რა გვეხმაროთ რომ მიუთი ვარ ხსა უნდა გაუწმინოთ ვიღაცას რა და კი ბრატე ეხლავე მოგწე აი ესე შემოვაკეთოთ შეიძლება კი ძმა თქვენ რა გჭირდებათ კიდე ანუ რა ზუსტად რა გჭირდებათ წარები კი იდა პაგრიშკა გამისკდა ხა ვაკეთებინებ რა მოვედით ოფროუდის კურთან ერთად და აქეთ მე დავხდი აჭიტში არის ერთი კაცი რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა ჩამოასვენა და გაიჭებდნენ რა ბოდიში ნევროებში მარ მომიშავა ხო მოგეთ ეს სიტუაცია დროზე რომ გავაკეთო საბურავი და ისე შევგე და ლაპათი გავმოწ ქვედა ბახტიდან გოგაში დასემონო მაგო ბიჭო ჯიგრით სენსაციალურია გაიხარე просто მე ხა ისე 2 საათია ჩემ პრობლემებში ვარ და ეხლა ბიჭები არიან უკვე გადანაწილებულები რა რაღაც ზოგი სამედიცინო მხარეს ფროუდ კლუბ ჯორჯია და გამოვიდა ზოგი არიან მის დარიგებაზე და ზოგი დიდი მანქანებით გაწმენდაზე და მე ალბათ ქალაქში ვიქნები ეხლა ეგეთი გეგმა მაქვს რომ ქალაქში უჭირდება დაურიგო პული რაღაცები თუმცა ეხლა ეს რაღაც შემემთხვა და ეს საბუროს გავაკეთე და ისევ უნდა შეუერთო. ეს კაი მანქანა ყავს. გაუყვალავსი. გადამივარდა ფისკერული გაგაძე. ხო და აი ხა მივალ იქ, იმიტომ ისინი არიან 40 ჩემზე უფრო მაგ 40-ებით და 52-ებით და 38-ებით. მე ხა 35-ები მიყენე. ჩვენსკენ თუ მოგოშველებით, კაი იქნება ეს ხელით ვართ. ამ მანქანით იქამდე ვერ მოვით. რასამდე უნდა მივიდეთ და მე ხელით უნდა გავიწვო. თქვენ რა ლოკაციაზე მიდიხართ? ჭანჭახი სოფელი კარჩო. გოგოყავთ გარდაცვლილი რა ოჯახში. და ვერ ჩამო. ხო და ვაფშე გაუყალავია და უნდა გაუსუფთავოთ რა ძალიან. ახ რა რთული სიტუაცია. მედია მოახერხეთ რა. აქედან რამდენი ისა? რაღაცა 1:20. ბიჭო, აგერ არის, რავი, მოკლედ. აი ეს მაქვს ლაფატკა, აი ეს არ ვიცი მე რამდენად როდის მორჩებ. აი ეს წაიღეთ. შენ არ კიდევა მე ბიჭო, რაღაცას ვიზავ რა. აი თუ რამე შევხდა. აი ეს კარგი ხალხიც გავიცანი. მივესალმებით მაყურებლებს. მოგეთ, რაღაც პერიოდი გავიდა. და მეგონა რომ ყველაფერი უკვე მზად იყო, მაგრამ სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა რომ ბევრი ნახრეტი ჰქონდა ამ იმას და მოგეთ როგორც აღმოჩნდა ახალი ნახრეტები უჩნდებოდა ამ საბურავს. და როგორც რამდენიმე ლატკა დავადე, მაგრამ მაინც უშვებდა რა და როგორც მოგეთ ხელოსანთან რომ მივიტანე, მითხრა რომ დიდი ალბათობით არის საბურავის ბრალი თვითონ აქვს რაღაც შიგნა რაღაცა სიცარიელები და დააბერვის შემდეგ მოკლედ თავის ტიკეტებს აი ეს რაღაცა მითხრა ზუსტად არ ვიცი რა ხდება მაგრამ ფაქტია რომ ვერ ბერავ საბურავს ეხა მაქვს მოხსნილი აი ესეთ მდგომარეობაში ყავს მანქანა დატოვებული საბურავი მეორე ხელოსანთან ყავს გადატანილი ერთი 250 მეტრის იქით ხელით წავიღე დენი გათიშულია თოულმა ძალიან იმატა არ ვიცი აი ესეთი რაღაც არა ნომერი სწორია არა მეცა თავიდან მოგწერა ხო მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა რა თოვლის საკმაოდ არის და ან მე სამწუხაროდ ესეთი პრობლემა შემექმნა რა და ძალიან გულწრფელია რომ აი ეს უქმად ვარ და პირიქით საკეთ მე ვცდილობ რაღაცა ეს კამერა მოვიძიო რა აი სამწუხაროდ ესეთი მდგომარეობაში აღმოჩნდა ო იმედი მაქვს მალე მოვაგვარებ და საღამოთი მაინც შევერთდები სამშობლო ჯგუფს თოვლმა ძალიან უმატა აი ძალიან თოვს მოგეთ საათია შუქები გაიჩა რაც მე აპრობს გაკეთებას პროაძნელებს და მოკლედ რა არ ვიცი რამდენი ხანი დამჭირდება მაგრამ როცა გავაკეთებ აუცილებლად თავის ამ სამშობლო ოპერაციებში
Gandhi sulu makai et sulu makamu skolapiri. Დავმართვა და სულ ახალი საბურავი დავაყენე მაგისგან, მაგრამ ყოველ ის რაღაცები ხდება საქართველოს გასმაში. მოგეთ ეს მდგომარეობა რა. ახლა მოვიტანეთ ეს საბურავი და აი ბოლოში უნდა მივიტანო და მე კიდე იქით. იქ უნდა ავაწყოთ უკვე კამერაზე და მანქანა იქნება ისე მწყობში. დავაკვირდით გამხილ არის თოვლის საფარი. ეს არის 35 ინჩიანი საბურავი. თითქმის მაქსიმუმი. მაგრამ ეს მოგონა ეს მიდი ხო. არა გამოცა, რა უცუგი. სუგუგულდი. მოკლედ, გავაკეთეთ მანქანა. ბატონი კახა. ჩვენ უნდა ვიყოთ ბატონი. ძალიან ჯიგარი ადამიანები, მთელი დღე ჩემ გვერდით იყვნენ. და რა ვიცი, გაიკითხეს, გამოიკითხეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, გაიხარე. მადლობა. მოკლედ, აი ეს კარგი ხალხი გავიცანი აქ გურიაში და კიდე ბევრს გავიცნობ დაწუნებული. მივიდივარ ისე ცენტრისკენ, სადაც შევხვდები გამიჩნდა და ნახავ ისინი რა მდგომარეობაში არიან და რამე. აქეთ რაღაცა ეს ტექნიკა მუშაობს, ახლა ეს ამეუნება რომ ეს მარიქთანაც არის გზა. ხო, აი ესეთი მდგომარეობაა რა. საკმაოდ მაღალი თოვლია. გზებზე. ავტომატის მანქანა დეისტავს. დახმარება ჭირდება თუნდაც. გამარჯობა. შემოსასვლელი? აი ესე უნდა შემოვიდე? კაი. ეს კარგად იქნება ჩამ. აქედან არის რამე გზა? ეს რო უკან გავათრიო? მოა უკან უფრო გაგიჭირდა. არა, აქ უყურება. აქ არა განათოლა, აქ უფრო ნაკვალები. არ ვიცი, ნახავდი თუ შევძელი, რომ მე ბუქსით გავარწყმევინო. აი ეს ამხელა არის. აი ეს მუხლამდეა. ჩემი რა ის უნდა გადავიდე, შეალეს ეს უნდა. ოპა, კარგად მევიდა ახლა ცოტა. აი ხასიო. ой, უკანა ჩახსეიდება, ой, უკან. ой, უკან. აი მეცა. არა, აღლა ჯვალო, ხა, შეცა აგი. რავი, რავი. არა. ამოდის და მე ისე უკან ვარდება? აი უშლის ხასები რა. აი დამთან. აი ხარ მადლობა. მომიაგება. აი ულაწვალობთ. ეს ჯალამბარი არ ვიცი არ არის ისეთი ძლიერი. ტრაქტორი გინდა, ტრაქტორი. ან ცოტა დიდი ისეთი ჯანიანი, უფრო დიდი მანქანა, მასიანი მანქანა. აი ხა ის რო იყოს, ეს რო არ იყოს, ხო? მაშინ გეიყოს. არა, მეიხარ რა შემეძლო? მადლობა გამაია. აბა, წარმატებებს ბიჭო. აი ხარი მადლობა. კაი. არ გიწევ.
აი ეს გზა კვალი რო გააკეთო რა. და ნომრები ეხლა იმიტო შევხედე და ეგრევე მოვწვი რომ აი თქვენ გიყურებთ ყველა ვარიანტში რა. თუ შემოხვართ სახში აგერ ცხოვრობ წრავ. მადლობა პირიქით. რამდენად დაგიხმარეთ? მაგ ჯიგრულად ამეხმარეთ. ისე ვიცი გავიგე იმას. მეც მოვე გამოყვე. საერთოდ უკან გინდა ჩასვლა, ხო? ხო, просто არ ვიღავდი მანქანას და დავიწყე სოფ. იდე ერთი მანქანაა ჩავარდნილი აგერ ქორიძის ქუჩაზე და მაგას გამოთრევას ჩალიჩობ. და მე ქილას მანქანაა კიდე ჩავარდნილი. ორი მანქანაა გზაზე ჩავარდნილი და მაგი გავყავს. ცოტა ხანი და გვაგვიანდება და არ დამირეკო შეიძლება პირდაპირ ეთერში ჩავერთო და არ გამეთიშოს ფაზი. გამოხვალ შეიძლება და გამოხვალ ნახე აბა. კაი. აქედან თუ არ ამოვაგდით, ამოვა დაიტაკება ამას. ის გავაგდოთ უნდა. და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანების დასახმარება და მათი ტექნიკური გადაწყვეტილება. მინდავრჩი მიშოსთან რომ დილას გამოვედით და აი ესეთი მდგომარეობაა ისევ საკმაოდ თოს ხوارად შეეხება სიტუაციას რა არ ვიცი სამწუხაროდ გუშინ ეს და მიშოსაც ორივეს ტელეფონები დაგვისვლა მაგრამ არც ერთი აღარ იდენება უმატა ესით არის დღეს შვიდან უნდა გადაიღოს და
გამოვიდაროს, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. ხო, კომუნიკაცია თითქმის აღარ გვაქვს, იმიტომ რომ არც ნომრები მიწერია, არც ნომრები მახსოვს ზეპირად და ტელეფონსაც ვერ ვიტყვი. საკმაოდ დიდი თოვლი. ხა გამოვედით. ორი ადამიანი უნდა ჩავიყვანოთ ქალაქში. აი გვიზის ახლა. ესე ვარ ერთი ადგილი გვაქვს თუ იმე შეხვდა გზაში. ეხლა გზაში შეხვდა ტრაქტორი, რომელიც ამოსვლას ცდილობს, მაგრამ რაღაცა ვერ ამოდის. ტრაქტორი ვერ ამოდის. ჰა? ელაური გერჩე. ო. არა თვითონ ამივლის? აგერ გამოვეცალო? ვერ ამოდის თორე. აიჭედა იქ ამარს. აინელა მოდის მე მგონი. ეე, წამოვიდა. კაი, მოვეცლები, აბა. ნელა ნომი უკან გახედე. უკან უყურებ შიდათ. მე შევალა. აგერდა ჩვენი გულდა მე რომ მოხდეს ხარ უნდა. აა. ნელა ნომი არ მოგასიარი. აი ხარ. მოგლეს დაუბრუნდით ხა. კლინიკიდან ისე ავდივართ. სოფელში, სოფელი არ არის, უბანი. ოიდან ახი ზუბანი. და ავტოვებთ ბატონებს და სახლში. გააჩერეთ ნაერანზე. მოგეთ ერთი კარგი ფაქტი რაც არის, იმიდან 11 რომელიც ახლა ამ ზე გამოვიდა და იმედია ეს დაიხმარება. კეთილსაც რომ მალე რომ დადგეს თოვლი რა მოკლედ. სასიარულოთაც იმედია მოგეთ სიტუაცია იქნება რომ მეგონი ბიჭო იქ ჩავედი ჩვენ დახმარება რო ჭირდებოდა მეგონი აღარ იდგა ხო იმდენი მანქანა არ იდგა ხო გავიდა ის იყვანა მანქანა აი ეს სიტუაციაა იმაზე რა ქვია ოიდან ახი რადას ქალაქი აის გადაიღე რა ვხედავ თოვლებს აი მანქანები მარჯვენა მხარეს დაფარულია თოვლით ეს დიდი გუნდები რო დგას არის მანქანებია იდეაში აქ მანქანებია ყველა აი ესეც მარცხნივ მარჯვნივ ესეც მოგეთ აი ეს ამოვედით ამოვიყვანეთ ხალხი ხა ჩავბრუნდებით გამარჯობა უმბარა ქონა მოწყვეტილი რა და ჩავალთ და მივაყვანებთ რომე სახელოსნოში თუ ნახეთ სადმე რომ გააკეთო ბაზარი არა გავარ მოიდა ნახე ესე ქვია ამ ადგილს სადაც ვართ ზუგდიდში კარგი ამბავი რომ ზე გამოვიდა მოეცი ხალხი ჩამოვედი ხაგერ ჩემი გზაში შეხვდნენ მანქანით უმბარა მოუწყდათ და გადავიყვანოთ დაშალეთ გინდა გადათრევა იო აი მოვატრიალე კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია აი და კი ამობრუნდები აგერ ბიჭებს ყუმბარა მოუწყდათ და უნდა ჩავიყვანოთ უსაფრთხო ადგილამდე ეს მდგომარეობა სადა ქამს საერთოდ სხვა საქმეზე მოვდივარ მაგრამ ისა გზადაგზას სუესტი ამბები ხდება ხოლმე რა
შეძლებს დაგონათ. ყველას მიხმარებით რა. კიდე ერთი დავიბუქსირეთ? სამაშველო ოპერაცია ნომერი 6. ეხა შედის რო გზა გაყვალოს და გაჭედილი ნივა უნდა გამოათრიოს გოგამ. საკმაოდ მაღალი აქ თოლის საფარი. პირველი საათისთვის ახლა ესეთი მდგომარეობა გვაქვს რა. ესე ქალაქში დახმარებებს მოვჩით. გავდივართ ახლა ერთ-ერთ ლოკაციაზე, სოფელი ძიმითი არის, ხო? კი, ძიმითი საავადმყოფოშია ქალი გადასაყვანი სასწრაფო. როგორც გითხრეს, მოკლედ რა ვიცი, მედი ავალთ. მე აქ თან ტელეფონი გამიფუჭდა, დამისვენდა და არ იტანებოდა დილას, მე დაიტანა და ხა ეკრანი საერთოდ ესეთი რაღაცა ჭირს ჩემ ეკრანს და გზაზე ქალბატონიც ჩავისვით. გავიყავდეთ ქალაქამდე, მიგიყვანთ ქალბატონი. კაი, მოიწევით. ვასით გაიხარ და სულ შვიდობიდან წვანეზეი არის ჩვენ. აი ხა მივდივართ სად ესე იგი როგორც გავიგე. ჯერჯერობით სოფელ ძიმითში მივდივართ, ქალბატონია ძაღლის დაგვენილი, რომელიც უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში. აჰა. ორი დღეა მეგონი. ძიმითში მაიქანა უნდა ჩახვიდეთ იქ ქვემოთ, ალცავოიზე. მოკლედ ხა არის მდგომარეობა რა. ტელეფონი აქვს აბჭებული. ეკრანი არ მუშაობს, როგორც და კონტაქტი სხვებთან აღარ მაქვს, არ ვიცი გასაკეთებენ და მოკლედ ჩვენ ხა რაც ინფორმაციები მოვდის, იმის მიხედვით ვცდილობთ რაღაცები გავაკეთოთ. რა ეხა ამ ჯერად მივდივართ სოფელ ძიმითში. აგერ მარიამი ჩავისვით, რომელიც ბებიაც არის. ორი დღის წინ უხილმინა ძაღლმა და ჭირდება ცოფის აცრა. და მოკლედ მაგის ჩამოყარეს ვიცი. ჩამოვიყავ აუცილებლად, მაგრამ ამდენად მარტივად გამოგივა, მაგას ვნახე. და კიდე რამდენიმე ადგილზე ბიჭები გუშინით შემხვდნენ, ისინი ვნახე დღეს და რამდენიმე სოფელია, სადაც ამაუარი ერთგან საკვები და სასმელი არ აქვსო და მოკლედ ჯერ აქ მივდივართ და შემდეგ თუ მოვახერხებთ სხვა ადგილებსაც ვისაუბრებთ რა. აი ესეთი მდგომარეობა ეხლა. ვიყავართ სოფელ ნასაკირალში, ხო მეგონი რა მივდივართ ძიმითში. ნასაკირალის უღელტეხილზე ვართ ძიმითში. ძალიან სასახელოა რომ ეს გზები აი აშუქა გამშევარია ტრაქტორს და ისა ცენტრალური გზა ჩოხატაური თბილისის მიმართულებით. მაგათ არის და ნახოთ რა იმ სოფლამდე თუ ესე გაწმენდილი იქნება ძალიან კარგი და მაგასაც თუ არა აუცა გამოვიდა რა ზები გაწმენდილია რაც კარგია მოგეთ ესე იწმინდება გზები სადაზა კაიანი მაშინ ჩვენც ვერ გადმოგაცნოს ჩამოაცურებს მაღალში უკვე გართულდა გზა. ჯერჯერობით მივდივართ და მედია ცენტრამდე მაინც მივავალთ. მოვედი ძიმითის ცენტრში. აი ესეთი მდგომარეობა აქვს რა. ერთი გზა არის, მაგრამ აგერ გზაში მიმავალი მასთან შეგვდა მომავალი. შევედი ესეთ ადგილას და გავატარე და გამოვიქცა. მოკლედ ამოვედით ძიმითში და აი იქ არის ზემოთ ესეთი არ არის გაყვალული და ხანები დადიან არ არის ესეთი აქ ესეთ თოვლი ესაც
გავლილი აქვს ტრაქტორს, მაგრამ ისეთ ადგილებში, სადაც არ აქვს, თითქმის შეუძლებელია და ადგილობრივი მოსახლეობა თავის ძალებით ცდილობს აი მიჩვევით. გაასუფთავოს, მაგალითად ხა ის მაგნაყოთ გამოსაყვანი და ვერაფერს ვერ შვებიან რა, სხვა გზა არ არის, რომ ხელით უნდა გაწმინდა. მეც ვერ ვეხმარები, იმიტომ რომ აქ საკმაოდ დიდი თოვლია. დაპრესილია უკვე აქ, მაგრამ აი ზემოთ დიდი ალბათობა რომ მოვიდე. მე თვითონაც ჩავრჩი აქ. აქ იქნება სადღაც შეიძლება 9 მეტრზე მაღალი თოვლი. და საკმაოდ ძიმე თოვლი და უკვე დასველებული და გამდნარი. აი ესეთი მდგომარეობა. ეხა სოფელ ძიმითში ვართ. ქალბატონი მიყვავს სოფლის ნებსის გასაკეთებლად კლინიკაში და აქამდე მოვედით. დანარჩენი ფეხით ჩამოვიდა და ეხა გოგაც ცდილობს რომ მოატრიალოს მანქანა აქ. საკმაოდ რთულია, მცირე ადგილი გვაქვს. მოაჩერე რა, ასმონიჩე. ხომ არა? ნელა არ დააბუქსავები, ნელა. მიდი. ჩამოვიდა ბებოც თავს ხედით ეხა მანქანაში, მანქანაც მოვატრიალეთ. დავიძრებით ხა. აი ბიჭები არიან. წვენდავენ თავისი შესაძლებლობით გზებს და დავიძრებით უკვე უკან ოზურგეთისკენ რა. ხო, აი ეს მდგომარეობა. წავედით? პაციენტი არის მანქანაში მოთავსებული და წავედით. დავედით. კარგად ბიჭებო, მადლობა. კარგად. აი წავედით. ეს ბიჭი ქალბატონო თინა თბილისიდანაა ჩამოსული. იმისთვის რომ თქვენნაირ ადამიანებს ვისაც ჭირდებათ დახმარება დაეხმაროს და ამასთან ერთად კიდე ბევრი ადამიანი ასე ჩამოსული და დღეს შვილის დაბადების დღეა 5 წლისგან. გილოცავ შვილო, გაიხარე, გაიზარდოს იგი ბიჭი. გოგო. ინაცვალე, გაიხარდ, გაიზარდოს ყველა. და მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. ყველაფრისთვის, ჩემო შვილო. ჩვენი მადლობა არის, რომ თქვენ იქნებით კარგად. ძალიან ყოფილი ვარ და ამაყი ვარ თქვენი გაცნობით თაგი. გაიხარეთ. ხო, დავით, ეს უზუგიჩ ხო? ეხა კლინიკაში. სენად ჩამოვედით. დაიძრა ტრაქტორი. მაკილერიც და მოგეთ გაიწმინდება გზა იქაც იმედია. ჩამოვიყვანეთ ბებო კლინიკაში. ავიდა და ჩვენ დავიძრებით. არ ვიცი რა ზუსტად რას ვიზავ. ტელეფონიც გამიფხსნა. არ მაქვს სხვებთან კომუნიკაცია და მოგეთ ჩემით რაც შევძელი. მედამიშო მის გავაკეთეთ რა. ხო, ალბათ ხა დავიძრები და წავალ თბილისისკენ. დავიძრები თბილისისკენ. გზაში გამოსვლამდე ოზურგეთში შევხვდი ერთ-ერთ მანქანას, ჩემ მეგობარ ბაჭოს და როგორც გავიგე, აპირებენ მიმოღებით ასვლას ერთ-ერთ სოფელში დღეს და სავარაუდოდ დღეს ღამით ან ხვალისთვის წამოვლენ ბიჭებიც ფორტუგალ ჯორჯია და თბილისისკენ და საკმაოდ დიდი და საკმაოდ რთული მონაკვეთები გაიარეს გუში როგორც მომიყვა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაუყოლოდ გულში მიდიოდნენ წელამდე და უფრო მაღალი თოვლი იყო როგორც მაგრამ ჩავიდნენ მაინც და გაასუფთავეს შეძლების დაკვირვისა ჩავიდნენ და იქ რამდენიმე სოფელში ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარნენ და მოგეთ მე ახლა თბილისისკენ მივდივარ მარტო მოდიოდი მიშო დარჩა ოზურგეთში დაეხმარება დიდი მანქანები მოდიან გზაში დაუცავთ გზა გაივლიან და გავაქცევთ რა. ეხლა მიდივარ მე ურეკისკენ და
ტრეკიდან წავალ ისის მიმართულებით, რომ ეს ჩაოლებული გზა ძალიან დიდი თოვლია და ხო, ესეთი მდგომარეობა. Სადღაცა იმედი მაქვს, რომ 4 საათში მოვახერხებ თბილისში ჩასვლას. ეს არის 27 თებერვალი, როგორც არის ჩემი პატარა გოგოს დაბადების დღე, ახლა 5 წლის და მინდა რომ მასთან ჩავიდე და ვიცო დაბადების დღე. ხო, მოკლედ ესე რაღაცა დამემართა რა. გაში კამერა გასკდა და აი ამ მდგომარეობაში ვარ. ტელეფონი გაფუჭებული, საბურავი გადამძვრა. დავარის შუა გზაში დარჩი. არ ვიცი რა დაუნა. ვინმე გამოიწ. მოკლედ, აი ეს მდგომარეობა მაქვს. საბურავში, ის პრობლემა შეექმნა. რომ გავაკეთე, მოკლედ, გაუძროა აშკარად და გასკდა კამერა. მოკლედ, არ ვიცი რა. მოხსენი ხა ეს, არ ვიცი, არც ტელეფონი მაქვს. მანქანა ის აი რა ვიცი. ამდენი მანქანა გაიარა. არც ვიცი სად რო ურეკიდან ვარ, სადაც 6 კილომეტრში. ავტობანი აქეთ. არ ვიცი მოკლედ რა, არ ვიცი რა შეიძლება რომ გამოვიცი, საბა იქნება ვინმე დამიხმაროს, თორე ჩემი იქნება ეს. არ ვიცი რა, რაღაცა ძალიან ცუდად დაემთხვა ყველაფერი რა. არ ვიცი. ჯერ საბურავის ამბები, მე ტელეფონი გამიფრჩა, ეხა ისევ საბურავი, მოკლედ საბურავ ჯამში საბურავმა დაიწყო ყველაფერი რა. საბურავი იყო ძირითადი პრობლემა. ხო, მოკლედ სამწუხაროდ ვეღარ მოვასწარე გადაღება. ბიჭებმა გააჩერეს off-road კლუბიდან, გორიდან. ერთ-ერთს ყავდა პაჯერო და თავისი სათარიღო საბურავი მათხოვა რა. აქედან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. დავაკენებ, ჩავალ, იმედია იმას გავაკეთებ გზაში და გორში გავივლი, დაუტოვებ. თუ მანამდე ვერ გავაკეთე, მე აუცილებლად ჩავალ და დაუტოვებ. მოკლედ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რა. აი ესეთი რაღაცა პატივი მცეს რა. ო, რა ვიცი, მე ძალიან შემეშალა, რომ ეს საბურავი შევცვალე, ის ერთი სათადარიგო საბურავი არ დავაყენე და აი ამდენი რამე მომიწია. ამეთი პატარა უყურადღებობის და ესეთი რაღაცის გამო რა. ეხლა დავაყენებ ამ საბურავს და იმედი მაქვს მშვიდობით ჩავალ სახლამდე. წამოვედი როგორც იქნა თბილისისკენ რა. ეს განსხვავებული ზომის საბურავები რომ აქ იმედია სადმე უკანზეციას ვნახავ და დროზე გავაკეთებინებ რა. ისე კამერას ჩავადებინებ და არ ვიცი რომელზე ჩავალ, მაგრამ მოკეთ ეგრე უნდა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს. ხო, ნუ იდეაში ეხლა რომ მოვდივარ, მოკეთ მანქანა რაღაც ესე არ თუ ისე კარგად იმართება რა, ხანქარებს თხოვა რომ რაღაცნაირად აი ირწევასავით რა მანქანა რა, რომ განსხვავებული ზომის საბურავები აყენებ. ხო, იმედი მაქვს მშვიდობით ჩამოვალ. რა ვიცი, აი მოკლედ ეგეთი მდგომარეობა. მოკლედ, როგორც იქნა ჩამოვედი მშვიდობით სახლში. რაღაც 11-ის 10-15 წუთია. ჩემი შვილის დაბადების დღეს ჩამოვუსწრებ. მოკლედ 2 დღის 700 კილომეტრის ბევრი თავგადასავლის და სირთულეების შემდეგ როგორც იქნა ჩამოვედი რა. საკმაოდ ისეთი რთული გასვლა გამოდგა. ხო, ამ გასვლაზე ვიყოფოდი off-road club Georgia-სთან ერთად. მადლობა მათ ამ
ყოველთვის ორგანიზებისთვის და იმ დახმარებისთვის, რაც მათ მოსახლეობას გაუკეთეს, როგორც დაეხმარნენ. ასევე დიდი მადლობა სხვა off-road კლუბებს, განსაკუთრებით off-road კლუბს გორი, რომელმაც ამინახეს, გააჩერეს და ეს სათარიღო საბურავი მომცეს, ითიც მოახერხე ჩამოსვლა სახლამდე მშვიდობით. საბურავის გაკეთების ამბებში მწვეხარებოდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა. შეხება მე მოახერხე რამდენიმე ადამიანის დახმარება. ალბათ უფრო მეტს მოახერხებდი მანქანა რომ წყობაში ყოფილიყო, მაგრამ ნუ რაც გამოვიდა, ეგ გამოვიდა. საბოლოო ჯამში საბურავმა მიმტყუნა, ტელეფონი გამიფუჭდა, ძალიან დავიღალე, მაგრამ ამ ყოველს მიუხედავად მაინც რაღაცა ძალიან დადებითი ემოციები თვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან ძალიან დიდი სითბო და ეს სიყვარული იგრძნობოდა რა მოსახლეობისგან და მადლობა ყველას მოკლედ. არ მინდა რომ ჩამოთვლა დავიწყო, მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ნახე და ქონდა კონტაქტი, იყო ძალიან კარგი ადამიანი და ძალიან გულისხმიერი და აქედან ყველას დიდი მოკითხვა. მადლობა კიდევ ერთხელ და ხო, ესეთი გასვლითი ეპიზოდი გამოვიდა. ხო, ტელეფონი არ მუშაობს, მირეკავენ და ავალ ახლა სახში. მადლობა და კარგად.